ჩვენ ღირსება დიდი გვაქვს, ხატი და მსგავსი ვართ ღვთისა და ამ ღირსების შელახვა ეს არის ჩვენი შერცხვენა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შევრცხვეთ. არ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ შერცხვენილები აღმოჩნდეთ ღვთის წინაშე. აი პავლე მოციქული დღეს ახეთ როგორ ამბობს ეს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლია, თავის თავს ხო მაგალითად გვიძღვნის პავლე მოციქული, ხო, მე გვეუბნება კიდევაც, რომ მე მომბაძეთ, როგორც მე ქრისტეს ბაძავ, ეს დიდებული მოციქული გულწრფელია, როგორც თავისი ცოდვების აღმსარებლობაში, როცა ის ამბობს, რომ ყველაზე ცოდვილი მე ვარ სამყაროში და მოციქულებს შორის ყველაზე უარესი და თავის სისუსტეებსაც გვაჩვენებს იქ უძლურებას, რომ უფალი არ მკურნავს, იმიტომ რომ თავში არ აუარდეს ის დიდებულება, რაც ღმერთმა მისცა, მაგრამ ამავე დროს ძალიან რეალისტია პავლე მოციქული და იმასაც ხედავს, ღმერთმა რისი ღირსი გახადა. ამასაც რეალურად ხედავს და ჩვენთვის სამაგალითოდ გვაძლევს. აბა რაში მივბაძო? იმაში ხო არ მივბაძავ, რომ ქრისტიანებს დევნიდა, ეკლესიას დევნიდა. ეკლესიას დევნიდა პავლე მოციქული, მაგაში ხომ არ უნდა მივბაძო. აბა რაში უნდა მივბაძო? ის რაც ღმერთმა ამ ადამიანისაგან შექმნა, იპოვა რა იგი როგორც ჭური რჩეული, რჩეული ჭურჭელი იპოვა და რაც აი ეკლესიის მდევნელი ადამიანისაგან შექმნა, აი იმას უნდა მივბაძოთ. და აი ნახეთ, როგორ გამოხატავს ერთ ადგილას თავის მდგომარეობას. თანახმად ჩემი მოლოდინისა, რასაც ელოდება. ჩვენ ხო ველოდებით. ჩვენ ბევრ ამას ველოდებით. ეხლა მაგალითად დღეს თქვენ უნდა ეზიაროთ, ხო რას ელოდებით? ქრისტესთან შეხვედრას ელოდებით. ესმით, ყოველი ლოცვის დროს მაცხოვართან შეხვედრას ველოდებით. ჩვენ გარდაცვალებას ველოდებით. ჩვენ უფლის დიდების დაბრუნებას ველოდებით. ჩვენ ცხონებას ველოდებით. ჩვენ სულ მოლოდინის მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ვართ დინამიკაში, მუდამ მივისწრაფით, თუ ქრისტიანები ვართ, ქრისტესკენ მივისწრაფით, გაცნობიერებული გვაქვს ეს და სულ ველოდებით. არ შეიძლება ამის გარეშე ადამიანი ცხოვრობდეს. ხა პავლე მოციქული რას ელოდება? თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, იმედით სავსეა პავლე მოციქული, რაში? რომ არაფერში შევცხვები. ანუ ის ღირებულება, რაც ღმერთმა მიანიჭა, მასში ღირსებად არის გარდასახული და ღირსებით ცხოვრობს პავლე მოციქული. არა თავისია ეს, არამედ ღმერთისგან არის, მაგრამ ღმერთისგან მიღებული შეინარჩუნა და ცხოვრობს ღირსებით. ამიტომ არ შერცხვება პავლე მოციქულს. გესმით რა შეასაქმე?